არაფერი არ გვიშველის სიყვარულის გარდა მოვაღოპირი დავიწყო აი კონე შესაძლოა გამაჩერები ჩამოვიდნენ მაშინაში რა ონლაინები რა ჩამოვიდნენ კი აი თუ სხვანაირი ის მეთქი დაწვის ეს სხვანაირი და რა შთაბეჭდილებებით მიდიხართ საუკეთესო აი ყველანი მაგარი ბავშვები არიან ძალიან და კარგი იყო ეს გატარებული დრო თქვენთან ერთად ბავშვებო არ ვიცი ძალიან საოცარი ბანაკი იყო და ანუ არასდროს არ დამავიწყდება არც ეს ბანაკი არც ბავშვები ყველანი ძალიან მიყვარხართ და მართლა ძალიან მომენატრებით ანუ ამ დღეებს არასდროს არ დავივიწყებ მეგობრობას სულ ყველაფერს გადაარჩენს და სულ ერთად ვიდგებით ყველა ღმერთთან ერთად ყველა სულ ერთად ვიდგებით რა ეგ ვისწავლე არაფერი არ გვიშველის სიყვარულის გარდა არაფერი გამოვა თუ განწყობა გაქრა ეს ყინულიც გადნება და თქვენი ნატურები ახდება და არ დანებდე იცოდე რომ როგორ იყო გოგოებო მანქანები ხო მიხარია მოგეკითხა შენ გემზე ასლამდე რა ჩამოვაგე არ დანებდე იცოდე რომ ჩვენს მერე მხოლოდ სიყვარული ვარ მაგარია არჩი არ მიხარია არაფერი არ გვიშველის სიყვარულის გარდა არაფერი გამოვა თუ განწყობა გაქრა ეს ყინულიც გადნება და თქვენი ნატურები ახდება და არ დანებდე იცოდე რომ ამ სივრცეში მხოლოდ სიყვარული დარჩება სიყვარული დარჩება რა შეჭრა ვანძელზე დება შენ და ღმერთო გადაარჩენ და გამართლიან საქართველოს ამინ არაფერი არ გვიშველის
იცოდე რომ ამ სივრცეში მხოლოდ სიყვარული დარჩება სიყვარული დარჩება ჩაიშალა მოტორი. კი რატო არ ბრუნდება? გეტყობა ძალიან მზიანი დღე რა იყო დღეს. უდიდება შენ და ღმერთო გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და ღმერთო გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო. უდიდება შენ და ღმერთო გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო. სულიერ თემებს არ ჩაეხება, ეხა ერთ-ერთი არის ბედნიერება, სადაც ყველა საზრით დავწერე, ყველა საზრით რა არის ბედნიერება. ჩვენი გუნდიდან. ია საზრით ბედნიერება, როცა თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად დროს ატარებს. ქეთის აზრით ბედნიერება, როცა თავის საყვარელ ადამიანებს ბედნიერებს ხედავს. მართა აზრით ბედნიერება, როცა სიკეთეს აკეთებს. ბარბარეს აზრით ქურასბედიანის ბედნიერება ღმერთთან ერთად ღმერთთან სიახლოვე. მართას აზრით ბედნიერება სულის გახარება ნიქაბაძესი. სიყვარული არის ღვთისგან ნაბოძები ნიჭი და უბედურია ის ადამიანი, რომელიც წუთის სოფლიდან ამ უნიკალური ნიჭის გამოუცდელად წავა. მარიამის აზრით სოხაძეს ბედნიერება ის რაღაც რისგანაც სიამოვნებას იღებს. ელენეს აზრით მინდიაშვილის ბედნიერება, როცა ხალხს უანგაროდ უყვარხარ. მარიამისთვის ფოსვერისთვის ბედნიერება ღმერთთან ახლოს ყოფნა. სალიკოს აზრით ბედნიერება, როცა ღმერთთან ერთად ხარ. ბარბარეს აზრით ბედნიერება ის გრძნობა, რაც სიხარულს გვანიჭებს. ჩვენი ყველა აზრით ბედნიერება, როცა სული მშვიდად გრძნობს თავს, როცა ყველა ძალდადებელი ქრება და ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ადამიანი თავს დაცულად გრძნობს. იყო კახაბერი ჯანელიძე ვერი, რომელიც უცვალო იყო. ასევე ივანე, რომელსაც ერქვა ივანე. ისინი მეგობრები იყვნენ. მათ უბანს ერქვა მესაუბრები, რადგანაც მათ უბანში რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობები ჰქონდათ. მათ შეეძლოთ როგორც თვალებ გაყენების საუბარი, ისე თვალებ დახუჭულებს. ამიტომ ისინი საუბრის დროს ყოველთვის თვალებს ხუჭავენ, რადგან ფიქრობენ, რომ საუბარი თვალებ დახუჭულებსაც შეუძლიათ და თვალებს ასვენებენ ასე. ერთხელ მათ უბანში საბადი ტყურამ გამოიარა. მას იხელა ყურები ჰქონდა, რომ ჩოთკით იწვინა. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. ეხლა ნიკა ეყოლება მოკლილი. 1000 დათვიყავ ისედაც მოკლილი და ეხლა ნიკასაც დაერევა. აი ამოხსა ამას. ემოს. ხო ხედავ. ხედავ.
წმინდა წერილის კითხვა არის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ახლა შეიძლება მაგას არ ვიცი ახსოვს ყურადღებას თუ არ ვაქცევთ, მაგრამ თქვენ ახლა ასაკითაც არ ახართ ისეთი პატარები, რომ ახლა შეიძლება ვიღაცამ ერთი თავი წაიკითხოს სახარება, ერთი თავი 60 კილო, რასაც ჩვენ გითხულობთ, ახლა ეგ ბევრი ხო არ არის. ვიღაცამ შეიძლება ასაკით ცოტა პატარა, ასულაც 10 მუხლი წაიკითხოს, ვიღაცამ 5 მუხლი, მაგრამ იმ დღეს რაღაცა წაიკითხოს და რატო ახლა ნახე. ჩვენი რწმენის საფუძველი ეს არის. უფალმა რო გაგზავნა მოციქულები, ხო ამას ქადაგებთ. ანუ უფალმა რაც ასწავლა მოციქულებს და სულიწმიდამ რაც ასწავლა მოციქულებს, იმას ქადაგებთ, იმას წერდნენ. ხო და ეხლა წმინდა მამათა ნაწერებიც ესე იგი, აი ამას ეფუძნება, ამის განმარტებას წარმოადგენს, ამას ავსებს. ამით მათე ამის გარეშე ქრისტიანულად იცხოვრო შეუძლებელი. რასაკეთ? თან ბუკლებს ვაკეთებ. საუკუნოდი ყავსენება იმათი საუკუნოდი ყავსენება იმათი ხსენება და კურთხევა იმათი ადამიანის ერთ თბილ სიტყვას შეუძლია შეცვალოს მთელი დღის განწყობა. და პირიქითაც ერთ სიტყვას შეუძლია რომ პირიქით ცუდისკენ შეცვალოს. ამიტომ ერთმანეთისთვის კი არ უნდა დავიშვილოთ რაღაცა თბილი უთხრა. პირიდან ორი ჯაჟგანი დაიწყებს შენ ცუდად ახარ და სხვა ცუდად. ამიტომ ჩვენთან დღეს სტუმრად არიან გორის ბავშვები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბავშვები, რომელსაც დიდი სიყვარულით მივესალმებით და წარმოუდგენთ ჩვენს ღონისძიებას. ლურჯ მწვერვალებს ქარი რძის ფერდის შეხვევდა და როდესაც ბარში ვარდნი ყავდნენ თოვლი და ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღავდნენ მოჰკიოდა ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავნის ტბასა ზედა ძრწოდა ქარი მოდიოდა მინომთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი თოვლის მთებით კვირდებოდა უცხო მგზავრი ვის თუ ნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე წემს აკითხა რომელია ქართლის გზაი წემს მაუთხრა საქართველო არის ესე მიეძინა ერთ წალკოტში მიეძინა და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო ო ეს ვინ არის გამოცხადდა მგზავრის წინა ნუ გეშინინ მიუგებდა იესო გაეღვიძა წუთითი გზნო მშობლის სევდა მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს თოვლი და ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში მადლობა უფალს რომ მოგეცა შესაძლებლობა რომ 1700 წლის თავი ეს წლევანდელი წელი არის საიუბილეო წელი 1700 წლის თავია და მე ახლა ამაზე თავიდან აღარ ვიტყვი არაფერს ხელახლა იმიტომ რომ ბავშვებმა ძალიან კარგად თქვეს ყველაფერი და ბოლოს ისიც თქვეს რომ სწორედ ამ რჯულის ერთგულება მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე და ჩვენი ისტორიის გაგრძელებაც აი გაგრძელების გასაღებიც მხოლოდ ამ რჯულის ერთგულებაში არის. ამიტომაც აი ვისაც შვილები უყვარს თავის შვილს უნდა ასწავლოს სწორედ ეს რჯული. ამაშია ჩვენი გადარჩენა. ამან მოგვიყვანა და ჩვენი მომავალი გზაც ეს არის. არხოდის წესევით ლურჯი გაქვს თვალები
ჩვენთან სტუმრად არიან, როგორც უკვე თქვეს, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბავშვები. და ამ ყველაფრის მიზანი ერთ-ერთი ისიც არის, რომ თქვენ ერთმანეთთან დამეგობრდეთ. ზოგიერთი თქვენგანი კიდევაც იცნობს ამ ბავშვებს და მადლობა უფალს, რომ ეს შესაძლებლობა გვაქვს. არც ვიცით ის პერიოდი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი არ იყო, ისეთ პერიოდში დავიბადე ხომასთან. მაგრამ აი იმ ისტორიული წიგნებიდან და თუნდაც იქიდან რაც ვეცუყურებთ, ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ, არა? ჩვენ ვიგებთ, რომ მართლაც რა ბრძოლა გამოიარა ექვთიმეს ცხოვრებას რო შეხედავ. აი მართლაც ამისთვის დაბადებულა, ამისთვის დაიბადა და ამას ემსახურა ისიც მინდა შეუნახსნო საქართველოს დროები აღარ გამოიარა. ადამიანს შეუძლია რომ ესე იცხოვროს. თქვენ შეგიძლიათ რომ ეგრე. მე ამას ვსწავლე მაგდროს არ ყოფილი. არა, ეგ არის. როგორ არ არის? ირვანა. აჰა, გისტორიას უკვე. ეს არის. ილოცა, შეკლა. ილოცა. ადამიანები ვინც გაიცანი და კიდევ ვერ გაიცნობს ცხოვრების განმავლობაში, ბოლომდე შეგენარჩუნებინა. და ყოველთვის ერთმანეთის იმედი გქონდეთ და ბევრი სასწავლო დღე გქონდეს და მე დიდი ბებო მყავდა, მორწმუნე ქალი იყო და ესე დაგლოცავდა ხოლმე, რომ რაც დამშვიდებულ გულზე ინატროთო, მეთმა ყველაფერი შეგისრულოთო და იმეც გისურვებ, რომ აფორიაქებული კი არა, აი რაც დამშვიდებულ გულზე ინატრო და ღვთისთვის სასმა იყოს, მეთმა ყველაფერი შეგისრულოთო. თექნოლოგიის მაგაზე მე მგონი ესე დავადებისებ პროდამაკ და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ითოლ თქვენ ძალიან მიყვარხართ და ვენიერი ვარო გაგიცანით ამ ბანაკში. მიდი გამოაცხე, მიდი მოგამოაცხე. დოქი საშუალება სად არის? აბაგუნის საშუალება სად არის? Acha.
სახიერო უფალო შემოდო მოზულეთ და მაჭრებოდა ჩვენთა კეთილის ყოფოდა ჩვენთა კეთილი უყავთ მათე ჩვენთა და ამანახე მართლა დაიჯერა ხალხი არა ხარ Tuya tamali გამომელია. Mamo, ისინი სოფსნამო, ისინი სუშლალები არიან, ყვითლები და აი ეს. აი ისინი ეს. ამა დიდიდები ქრისტე ღერთო დაიამ ხიარუ ყველ მოწა ჩოლოყაშვილი საფრანგეთში გარდაიცვალა 1930 წელს. 42 წლის ასაკში მან ნოსტალგიას ვერ გაუძლო. ქართველებმა 10 კილომეტრი ეკლესიიდან სასაფლაომდე ხელით ატარეს კუბო. მისი გარდაცვალების დღე გლოვად გამოცხადა საფრანგეთში მყოფი ქართველებისთვის. თუმცა მისი თავდადება ჩვენთვის სამაგალითოა, რადგან ჩვენი ქვეყნის თავისუფლება მტერს არ უნდა დაუთმოთ. სად არის რესტორანი იმპერიალი? აი ესე იგი, დათოს სახელის მოჩასტები, გვერდზე შევხევ წიგნი და ეკა. გასაგებია, ვინ არის ნუგზარის ნაცია? ნუგზარის. აი ეს სიმონაშვილი. რა ხელა საფიში? ეხლა საფიში შემოდაია ძალიან დიდია. და ეხლა ვისაც კონკრეტულად აინტერესებს მოვიდეს და დაგვიყვანო.
ერთად ვიტიროთ. მან შეიძლება გაგერ მაჩერები. სადღაც ყველაფერი მთავრდება და სივრცეში მხოლოდ